რა შედეგები დაიდო თქვენი კვლევის შედეგად, ხო? პროექტის დემოკრატიის სკოლის ფარგლებში თვითმმართველობის წევრებისთვის გამართული ტრენინგების ციკლი დასრულდა. დუშეთის ნომერ 1 საჯარო სკოლაში ტრენერებმა 3 თვის განმავლობაში იმუშავეს. მოსწავლეთა თვითმმართველობამ უკვე დაიწყო მუშაობა სკოლის დირექციასთან. ისინი აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაში და ახდენენ პრობლემების დიაგნოსტირებას სკოლებში. თვითმმართველობის წევრებმა ტრენერებთან ერთად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში სკოლის დირექციასთან ერთად განახორციელებენ. ჩვენ 3 თვის განმავლობაში ვიმუშავეთ დუშეთის სკოლის მოსწავლეებთან იმისთვის, რომ დაგვეგეგმა ახლად არჩეული თვითმმართველობის წევრებისთვის მთელი წლის სამოქმედო პროგრამა. დღევანდელ ტრენინგზე ვასრულებთ ამ გეგმას. მომდევნო 1 წლის განმავლობაში ამ სკოლის მოსწავლეები იმუშავებენ სამ პრობლემაზე, როგორც უკვე აღნიშნეს, სკოლის თვითმმართველობის წევრებმა მათ დიაგნოზირების შედეგად შეარჩიეს ეს პრობლემები და დეტალურად სკოლის დირექციასთან ერთად იმუშავებენ ამ პრობლემების გადაჭრაზე, გააკეთებენ სხვადასხვა ტიპის აქციებს, იქნება ეს ფლეშმობები, რასადროდის პეტიციებს შეაგროვებენ, თვითონ დაასუფთავებენ სკოლას, რომ მთელი სკოლა ჩართული იყოს მათ აქციებში და ერთად გადაჭრან პრობლემა. მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ ტრენინგების მეშვეობით 3 თვის განმავლობაში მიღებულმა ცოდნამ მათ გამოცდილება შესძინა და სამომავლოდ სკოლაში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. ეს ფაქტი წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ პედაგოგებსაც. ამ პროექტში მოხვდი თვითმმართველობისგან, მე ვარ თვითმმართველობის წევრი. თავიდან როდესაც ამ პროექტში მოხვდი, არ უცოდი არაფერი საერთოდ, მაგრამ როდესაც უკვე თვითონ ტრენერებმა გვითხრეს ამ პროექტის შესახებ, ძალიან დავინტერესდი. ასევე საინტერესო იყო ის დიაგნოსტირება, რაზეც სხვადასხვა თემები განვიხილეთ. იყო ის თემები, რომლებიც სკოლას ძალიან აწუხებს, მაგალითად ჩვენ დავიყავით 3 ჯგუფად. ქონდა დასუფთავება ეზოს გარემო, ასევე იყო ბუფეტი, სამი პრობლემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სკოლისთვის. ამ პრობლემას ყველამ თავის განხრით წარმოაჩინა და იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემა გადაწყდება ჩვენი დახმარებით და ასევე დირექციის დახმარებით. სკოლის შემდეგ შევიძინეთ ძალიან დიდი გამოცდილება, დემოკრატიის სკოლამ გვასწავლა ძალიან ბევრი რამ. არჩევნები ჩატარდა უფრო დემოკრატიულად ვიდრე წინა წლებში. წელს გვეგმავთ ბევრი რაღაცა, რაც წინა წლებში არ მომხდარა. საინტერესო პროექტების დაგეგმას, ასევე არსებული პრობლემების გამოსწორებას, გავუკეთებთ დიაგნოსტირებას პრობლემებს, მოგვითხოვთ დახმარებას დირექციისგან, მუნიციპალიტეტისგან და ასე შემდეგ. ბევრ საინტერესო რაღაც ვპირდებით ჩვენ მოსწავლეებს და ვგეგმავთ, რომ წინა წლებთან შედარებით უფრო აქტიურები ვიყოთ. ეს პროექტი დაიწყო ბავშვები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები. გაიზარდა მეტი თანამშრომლობა და ანუ უფრო დამეგობნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან, რაც მეტად პროდუქტიული და მნიშვნელოვანია მათი მორალური აღზრდისთვის. ასევე ამ ტრენინგმა განაპირობა ის, რომ ძალიან ბევრი რამე ისწავლეს სკოლის გარეთ, უფრო მეტად გაითავისეს ბავშვებმა პასუხისმგებლობები და ვფიქრობ, რომ ის ინიციატივა, რაც ბავშვებისგან მოდის და სურვილი რისი გაკეთებაც უნდათ ბავშვებს, ვფიქრობ, უფრო შედეგიანი იქნება და ნამდვილად გამოუვათ ეს საქმე. სკოლასთან ექნებათ უფრო მჭიდროდ კონტაქტი და სკოლის არსს უფრო მეტად დაინახავენ აი ამ პროექტის მეშვეობით. პროექტს დემოკრატიის სკოლა საქართველოში მეგობრობის ხიდი ქართლოსი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის დემოკრატიის ხელშეწყობა ფარგლებში.